რა უნდა ადამიანს თვარეზე? მართლა იყვნენ 70-იან წლებში? ან რატომ წავიდნენ მაინც და მაინც ახლა? გვატყუებს თუ არა NASA? ან საერთოდ რატომ ვერ ვეტევით დედამიწაზე? ამ ყველაფერზე ვიდეოში ვისაუბროთ. გამარჯობა მეგობრებო, მე მარლი ვარ. რამდენიმე დღის წინ კაცობრიობის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მოხდა. ადამიანი ისევ ტოვებს დედამიწას და ბრუნდება მთვარეზე, მაგრამ ამჯერად მიზანი ბევრად უფრო დიდია. ეს რასაც ამ ვიდეოში მოგიყვებით ძალიან სიგიჟე და mind blow. 10-15 წლის წინ მეგობრებისთვის რომ გეთქვათ რომ ადამიანები მთვარეზე დასახლების მისიას დაიწყებდნენ, შეიძლება არ დაეჯერებიათ. არტემისი უბრალოდ მისია არ არის, ის არის გეგმა, რომ ადამიანი საბოლოოდ გავიდეს დედამიწის ატმოსფეროს გარეთ და დაიწყოს სრულიად ახალი ეპოქა. ჯერ არ ყოფილა ასეთი კოსმოსური ფრენა მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობას ბევრჯერ უსწია კოსმოსში ხომალდების გაგზავნა. მისი მიზანია გაფრინდეს მთვარისკენ, დაარტყას მას წრე, დააკვირდეს, გამოიკვლიოს და უკან დააბრუნდეს. არტემის 2-ის ხომალდი სხვებს რომ შევადაროთ ძალიან განსხვავებულია. კოსმოსში მისი სიჩქარე დაახლოებით 40,000 კმ/სთ-ია. ანუ წარმოიდგინეთ სამხედრო ჯეტზე 20 ჯერ სწრაფი, რომელიც დაახლოებით 2000-დან 2400 კმ/სთ-ით დაფრინავს. ასევე მანქანაზე საშუალოდ 400 ჯერ სწრაფი და ხმის სიჩქარეზეც კი 32 ჯერ სწრაფი. ანუ სანამ შენ გერას გაიგონებ, არტემის 2 უკვე 30 ჯერ წინ არის. ხო სიგიჟეა. ამჯერად NASA-მ გადაწყვიტა რაკეტის დედამიწაზე დაბრუნება თავის დაზღვევის მიზნით მთვარის გრავიტაციის ძალაზე მიენდო. რადგან ტექნიკისგან განსხვავებით ეს უფრო სანდოა და ნაკლები საწვავი დაიხარჯება. ხომალდი როცა მზის მხარესაა, ტემპერატურა დაახლოებით 120-დან 150 გრადუსამდე მერყეობს. წარმოსახვისთვის რომ იცოდეთ, ადამიანი უძლებს მაქსიმუმ 40-50 გრადუსს. 60-70 გრადუსია საუნებში, სადაც 15 წუთით შეიძლება მხოლოდ გაჩერება ისის თვეში 2-ჯერ. 100 გრადუსი წყლის დუღილია. 120 გრადუსში კი საერთოდ დაიწვება ყველაფერი. ხოლო როცა ჩრდილში გადადის -150-დან -200 გრადუსამდეც კი ეცემა ტემპერატურა. მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რაც ადამიანის თვალით საერთოდ არ ჩანს. კოსმოსური რადიაცია. კოსმოსური რადიაცია მზის აფეთქებიდან გამოწვეული და მზის აფეთქება უახლოეს წარსულში ბევრჯერ მომხდარა. ამ დროს რამდენიმე საათში შეიძლება მიიღონ რადიაციის საშიში დოზა, რაც აქამდე მომხდარა და ბევრი კოსმოსური კვლევა მარცხით დასრულებულა. ამ ყველაფერს ვიდეოში მოგიყვებით. ცნობილია რომ NASA არტემის 2-ზე გაჩერებას არ აპირებს. უცნობია არტემის 3-ის და 4-ის სრული გეგმა, მაგრამ ის დაამდვილებით ვიცით რომ არტემის 4 უკვე მთვარეზე დაჯდომის მისია უნდა იყოს. მათი მთავარი მიზანი, როგორც ვიცით, არის მთვარეზე საწვავის მოპოვება. აღმოჩენილია რომ მთვარის პოლუსებზე არის წყლის დიდი მარაგი და მთვარე უნდა იყოს სხვა პლანეტების კვლევის საწყისი. მოდი დავიწყოთ და ვისაუბროთ ამ ყველა სიგიჟეზე. მადლობა რომ არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ. დედამიწა ერთ-ერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელსაც ისეთი დიდი თანამგზავრი ყავს, როგორიცაა მთვარე. ერთმანეთის პროპორციულობაზე ვამბობ. მოგეხსენებათ, ყველა პლანეტას ყავს მზის სისტემაში თავის თანამგზავრი, რომლებიც მრავალფეროვნებებით გამოირჩევიან, ზოგზე ვარაუდობენ, რომ სიცოცხლეც კი არის. მთვარე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ არა ის დედამიწა 4-ჯერ უფრო სწრაფად იტრიალებდა ვიდრე ეხა ტრიალებს. ანუ წარმოიდგინეთ, რა ბრუნსაც ეხა აკეთებს, ანუ 24 საათი ხო არის? იგივეს გააკეთებდა 6 საათში. ანუ მზე ამოვიდოდა დაახლოებით 2 საათში და 2 საათში ისევ ჩავიდოდა და ესე გაგრძელდებოდა უსასრულოდ. ოკეანეებში სიცოცხლე მოისპობოდა, ვერ განვითარდებოდა ცოცხალი ორგანიზმები. მნიშვნელოვანი რაცა სიცოცხლისთვის მიქცევა და მოქცევა აღარ მოხდებოდა. უხეში მაგალითად რომ მოგიყვანოთ, აბაზანაში წყალი რო დააგუბოთ და ესე დატოვოთ სამუდამოდ და არ გაუშვათ რომ მუდმივად გამდინარე და სუფთა იყოს. რომ არა მთვარე კლიმატი იქნებოდა ქაოსურად ცვალებადი. იმ ადგილას, სადაც მზე დაანათებდა, იქნებოდა პაპანაქება და პირიქით, ჩრდილში გამყინვარება. და რომ არა მთვარე მოხდებოდა ღერძის ქაოტური ცვლილებები. ახლა ვიცით, ღერძი დახრილია 23.5 გრადუსით. მთვარის არარსებობის შემთხვევაში კი შეიძლება 60 გრადუსითაც კი დახრილიყო. ეს გამოიწვევდა კლიმატის ქაოტურ და არაპროგნოზირებად ცვლილებებს. ანუ ადამიანის საერთოდ ვერ იარსებოდა დედამიწაზე და შეიძლება სიცოცხლეც არ გაჩენილიყო. ახლა მის მნიშვნელობაზე გეტყვით. ის დედამიწიდან იდეალურადაა დაშორებული. 384,399 კილომეტრით. მანქანაში რომ ჩაძრეთ და 100 კილომეტრით წახვიდეთ, მთვარემდე მისვლას 160 დღეს მოვანდომებთ. მისი გრავიტაციის წყალობით არის დედამიწა ესე სიცოცხლით სავსე. 60 მილიონი წლის წინ, როცა მთვარე უფრო ახლოს იყო დედამიწასთან, ოკეანეების დონე ისეთი მაღალი იყო, ჭიაქუხილები ისეთი ძლიერი იყო, რომ მხოლოდ ამაღლებულ და მთიან ადგილებში ყალიბდებოდა სიცოცხლე. მთვარეზე სიმძიმე დედამიწის მხოლოდ 16% შეადგენს. ანუ აქ თუ 80 კილო ხარ, მთვარეზე დაახლოებით 13 კილოგრამი იქნები. მთვარე ბრუნავს თავის ღერძზე 27.3 დღე. დედამიწის გარშემო შემოვლასაც 27.3 დღე ანდომებს. სწორედ ამიტომ უყურებთ მთვარეს ერთი და იგივე მხარეს და არ ვიცით რა ხდება მის უკან. მაგრამ ეხა უკვე ვიცით. არტემის 2-ის ერთ-ერთი მთავარი მისია სწორედ მთვარის ბნელი მხარის გამოკვლევა. მთვარის მთების ძირითადი მასალა რკინა და ტიტანია. ასევე ჰელიუმ-3 ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც მომავლისთვის ენერგიის წყაროდ მიიჩნევენ. და mind blow ფაქტი. მთვარე ნელ-ნელა გშორდება წელიწადში 3.8 სანტიმეტრით. პარალელურად მზე უფრო არ ვარდება. ანუ მილიარდობით წელი უნდა გავიდეს, რომ რამე გავლენა იქონიოს ამან დედამიწაზე. მაგრამ ამ დროს შეიძლება მზის სისტემის ყველა პლანეტა უკვე დაკავებული გქონდეს.
თავად არტემის 2 გიგანტური რაკეტაა, რომლის სიმაღლე 100 მეტრია, დაახლოებით 30 სართულიანი корпуსის ხელა და ყველაზე ძლიერი რაკეტა, რაც NASA-ს ოდესმე შეუქმნია. ის იწონის მილიონობით კილოგრამს, წარმოიდგინეთ რა სიმძლავრე აქვს, რომ წამებში წყდება მიწას. რამდენიმე წუთში აღწევს დაახლოებით 30,000 კმ/სთ. ამ დროს ადამიანი გრძნობს ძლიერ წნევას, სხეული თითქოს მძიმდება და საუბარიც კი გართულებულია. სულ 4 ადამიანი ზის შიგნით: Red Wiseman, Victor Glover, კრისტინა კოხი, პირველი ქალი, რომელიც თვალისთან მიფრინავს და მას შემოუვლის, და ჯერემი ჰენსენი. ხომალდის ტრაექტორი ამჯერად ესეთია. ის გაიფრინებს თვალისთან ახლოს, მიუახლოვდება და არტყამს წრეს, მაგრამ ამჯერად უფრო შორიდან. აპოლო 11-ის მისიაში 100 კილომეტრის დაშორებით დაარტყეს წრე. ამაზე ვიდეოს ბოლოსკენ გეტყვით. ახლა კი მთვარეს უნდა გასცენ დაახლოებით 800 კილომეტრით. და ეს იქნება კაცობრიობის ისტორიაში წერტილი, სადაც ადამიანი ყოფილა ყველაზე შორს დედამიწიდან. შემდეგ დაარტყამს წრეს და როგორც დასაწყისში გითხარით, მთვარის გრავიტაციას იყენებენ დედამიწისკენ გამოსასროლად. და არა საწვავს და ტექნიკას. ეს უფრო უსაფრთხოა, რა თქმა უნდა, ნაკლები საწვავი დაიხარჯება. პარალელურად ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი მუშაობენ თავიანთ SpaceX-ზე და Blue Moon-ზე, რომლებიც სამომავლოდ უნდა გაიგზავნონ მთვარეზე და ეს უნდა იყოს ყველაზე დიდი ნაბიჯი კაცობრიობის ისტორიაში. სამ მიზეზს გეტყვით, თუ რატომ არის მთვარე აუცილებელი და არა უბრალოდ კვლევის ზონა. ეს NASA-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დედამიწიდან კოსმოსში გასაფრენად საჭიროა ძალიან დიდი ენერგია. გაქცევის სიჩქარე დაახლოებით 11.2 კმ/წამია. ეს ნიშნავს უზარმაზარ საწვავს, დიდ ტექნოლოგიას, დიდ ხარჯებს. ფარეზე კი ეს რიცხვი მხოლოდ 2.38 წამშია. ანუ დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები. ეს განსხვავება რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ მომავალში რაკეტები ბევრად უფრო იაფად, მარტივად და ხშირად შეძლებენ მთვარედან გაფრენას, ვიდრე დედამიწიდან. მეორე მიზეზი: დედამიწაზე ბევრი ტექნოლოგიის გამოცდა ან საერთოდ საშიშია, ან საერთოდ აკრძალულია. მაგალითად, ბირთვული ძრავები, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს ყველაზე სწრაფი გზა მარსამდე მისასვლელად, რომლებიც ვერ იტესტება დედამიწაზე თავისუფლად. ბირთვული ბომბი არაერთხელ გაუტესტავთ დედამიწაზე და იმ ადგილზე ახლა თითქმის სიცოცხლე აღარაა. მაგალითად, მარშალის კუნძულებზე და იმ ადგილს ბიკინი ათოლი ქვია. ხომ არ გახსენებთ რამეს? თუ გაინტერესებთ რატომ ქვია SpongeBob-ის სამყაროს ბიკინი ბოტომსი, ეს ფაქტი ჩემს ვიდეოში მაქვს ნახსენები და ახსნილი, რომელიც რამოდენიმე თვის წინ გადავიღე, გადადით და ნახეთ, ძალიან საინტერესო. არსებობს ახალი ტიპის საწვავები, ძლიერი რადიაციული ექსპერიმენტები და ექსტრემალური გარემოს მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება ძალიან დიდ ზიანს აყენებდნენ ადამიანს და ბუნებას. მთვარეზე კი ეს პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს. იქ არ არის ატმოსფერო, იქ არ არის ეკოსისტემა, იქ არ არის მოსახლეობა, ამიტომ მთვარე ხდება იდეალური ლაბორატორია, სადაც შეგიძლია გამოცადოს ტექნოლოგიები, რომლებიც მომავალში სხვა პლანეტამდე მიგიყვანს. ან საერთოდ გააწყდა დედამიწაზე ჩამოიტანო, მაგრამ იმედია კარგი მიზნებისთვის გამოიყენებენ. და მესამე მიზეზი: დიდი ხომალდების აწყობა. როდესაც ვსაუბრობთ მარსზე ან კიდევ უფრო შორეულ მისიებზე, ერთი პატარა რაკეტა საკმარისი არ არის. საჭიროა უზარმაზარი ხომალდები, რომლებიც შედგება მრავალი მოდულისგან. საცხოვრებელი ნაწილი, საწვავის ტანკები, დამცავი სისტემები, ეკიპაჟის სივრცე, ასეთი მასშტაბის კონსტრუქციის დედამიწიდან გაშვება თითქმის შეუძლებელია. რადგან გრავიტაცია ძალიან დიდია და თითოეული კილოგრამის კოსმოსში გატანა ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ იდეა არის მარტივი ნაწილებად გაიტანენ ყველაფერს და შემდეგ იქ აწყობენ უკვე კოსმოსში, თვალის ორბიტაზე ან თავად მთვარეზე. სწორედ აქ იქცევა მთვარე კოსმოსურ ქარხანად, სადაც შეძლებენ დიდი ხომალდების აგებას და მომზადებას შორეული მოგზაურობისთვის. ეხლა გეტყვით ყველაზე მნიშვნელოვანს ამ მისიაში და მთვარის საჭიროებაში. ჩვენ ვახსენეთ ჰელიუმ-3, რომელიც შეიძლება მთვარეზე მოიპოვონ. Mind-blow რა არის, იცით? თუ 1 ტონა ნავთობი იმუშავებს რაღაც X ენერგიას, 1 ტონა ჰელიუმ-3 შეუძლია 50-ჯერ მეტი ენერგიის გამომუშავება. ნავთობი იწვის, ქმნის CO2-ს, აბიძურებს გარემოს. ჰელიუმ-3 კი არ იწვის, არ ამიძურებს გარემოს და სრულიად სუფთა ენერგიაა და პოტენციურად უსასრულო წყარო ტექნიკისთვის. თუ ამ ენერგიას დაიმორჩილებენ და რეალურად იქ მოიპოვებენ, მთვარე შეიძლება გახდეს კაცობრიობის მთავარი საწვავი წყარო. მოკლედ, ამ კვლევით ჩვეულებრივად შეიძლება პატარა სამეცნიერო შტაბის აკეთება, თუნდაც რობოტების და ხელოვნური ინტელექტით. ჩემი წინა ვიდეო თუ არ გინახავთ, გადადით ნახეთ, ამას უკავშირდება. მთვარის ბნელ მხარეზე რომ გითხრათ, იქ რომ აღმოჩნდა დედამიწასთან კავშირის საერთოდ იკარგება. ბლოკავს ყველა სიგნალს. დედამიწიდან წამოსული ტალღები და ხმაური იქ არ აღწევს. ის ადგილი შეიძლება იყოს ყველაზე სუფთა ყური მთელი მზის სისტემაში. დედამიწა მუდმივად აგზავნის სიგნალებს: ტელევიზია, რადიო, სატელიტები და ეს ყველაფერი ხელს გვიშლის კოსმოსიდან ზუსტი სიგნალების დაჯერაში. მაგრამ მთვარის ბნელ მხარეს სრული სიჩუმეა. მეცნიერებს აქვთ გეგმა, რომ იქ აშენდეს გიგანტური რადიოტელესკოპები, რომლებიც მოისმენენ იმას, რაც აქამდე ვერასდროს მოვისმინეთ. რადიოტალღებს შორეული ვარსკვლავიდან, პულსარებიდან და ეს გახდება კიდევ უფრო უკეთესი საშუალება მზის პლანეტის გამოკვლევის. ვარაუდობენ, რომ არსებობს შანსი, რომ დაიჭირონ ის ექო, როცა სამყარო პირველად წარმოიშვა.
ანუ Dark Side of the Moon-ი შეიძლება გახდეს ის ადგილი, საიდანაც პირველად მოусმენთ მთელ სამყაროს. სულ თავიდან რომ გითხრათ რა ხდებოდა. პირველი თანამგზავრი, რომელიც კოსმოსში მოხვდა, იყო საბჭოთა კავშირის 1957 წელს. ეს იყო პატარა მეტალის ბურთი, ჰქონდა 4 ანტენა და იქიდან უბრალოდ აგზავნიდა რაღაც სიგნალებს. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირმა იმავე წელს 57-ში გააგზავნეს ექსპერიმენტისთვის განწირული პატარა ძაღლი, მუჯიშო ძაღლი იყო, რომელსაც ერქვა ლაიკა. და ის ძაღლი თავის პატარა ხოვლანით ალბათ ეხაც დაფრინავს სადღაც. 1958-ში უკვე ამერიკა ერთვება ასპარეზში, ხوار ჩამორჩებოდა საბჭოთა კავშირს და უშვებს თანამგზავს ექსპლორერ 1-ს და აქ ხდება კაცობრიობის ისტორიაში პირველი საოცრება. СССР-ო უშვებს პირველ ადამიანს კოსმოსში, იური გაგარინს. ის მოგზაურობა შემდეგ თვითონაც თქვეს, რომ ძალიან რისკიანი იყო, არ იცოდნენ გადარჩებოდა თუ არა. იური გაგარინი იყო პირველი ადამიანი, ვინც დატოვა ატმოსფერო. ატმოსფეროს შემოსვლისას ის გადმოხდა კაფსულიდან და პარაშუტით დაიშვა მშვიდობით დედამიწაზე. ამის შემდეგ ეს ფოტო ხომ იცით? პირველი ადამიანი უკვე მთვარეზე. ეს იყო აპოლო 11-ის მისია 1969 წელს, მაგრამ ვიდეოს დასაწყისში რო ახსენე ბევრ წარუმატებლობაზე, 2 წლით ადრე აპოლო 1 იყო მისია, რომელიც ტრაგიკულად დამთავრდა. ისინი უბრალოდ ტესტავდნენ ხომალდს, აფრენლიც არ იყო, დედამიწაზე იტესტებოდა, სადაც უბრალოდ ცეცხლი გაჩნდა და 3 ასტრონავტი იქვე დაიღუპა. ამის შემდეგ დაიწყეს სერიოზული მუშაობა, ტექნიკა გააუმჯობესეს, რომ მარტივი გახადეს საევაკუაციო გეგმა და 2 წლის შემდეგ ნეილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი და მაიკ კოლინსი გაფრინდნენ და 69-ში დაჯდნენ მთვარეზე. ეს მოგზაურობაც რისკიანი იყო. როდესაც არმსტრონგი და ოლდრინი უნდა გადასულიყვნენ მთვარეზე და გადავიდნენ ხომალდიდან კაფსულა იგლში, რომელიც უნდა დაშვებული იყო მთვარეზე, ავტომატურმა სისტემამ თავისით წაიყვანა ისინი ქვებისკენ და კრატერებისკენ. და შეიძლება დაჯდომის მომენტში ხომალდი საერთოდ განადგურებულიყო. მაგრამ არმსტრონგმა აიღო თავის თავზე მართვა და ავტომატურად დასვა სწორ ზედაპირზე. და აქ არის ისტორიული სიტყვები არმსტრონგის. ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, თუმცა უზარმაზარი ნახტომი კაცობრიობისთვის. ამ მომენტს უყურებდა თურმე 60 მილიონი ადამიანი, ტელევიზიით, რადიოთი და ასე შემდეგ. მოკლედ ფეხი დადგა, დაარჭეს დროშა, ყველა მისის ეს ფოტოები, ჩაატარეს ექსპერიმენტები, წამოიღეს ნიმუშები. აპოლო 11 არ იყო უბრალოდ მისია. ეს იყო მომენტი, როცა ადამიანმა პირველად გადადგა ნაბიჯი, სხვა სამყაროში და დაამტკიცა, რომ არ არის ზღვარი. 79 წლის შემდეგ ადამიანს მთვარეზე ფეხი არ დაუდგამს, არც გაფრენილა და ეს ყველაფერი ეხა მოხდა 2026-ში. მე პირადად ეს ყველაფერი ეჭვს მიჩენს. თუ ესეთი მნიშვნელოვანია მთვარე და იცოდნენ მეცნიერებმა, აქამდე რა ხდებოდა? რატომ იყვნენ პასიურად? თუ NASA-ს ქმედებების უმეტესობა სიცრუეა, თუნდაც ის აპოლო 1-ის ტრაგედია, ან იმ საწყალი ძაღლი ლაიკას სიკვდილი ხომ მაგათ კისერზეა და კიდევ არაერთი ტრაგედია მომხდარა. იმედია ეს ხალხი მართლაც რაღაცის აღმოჩენას შეეწირნენ და არა ამავევებას. თქვენთვისაც ხო არ არის ეს ყველაფერი საეჭვო? დამიწერეთ კომენტარებში აუცილებლად თქვენი აზრი ამის შესახებ და თუ გჯერათ საერთოდ NASA-ს არტემის პროგრამები ამაზე უკვე რეალურად მუშაობენ და გვეუბნებიან, რომ არტემის 4 როგორც გითხარით დაჯდება უკვე მთვარეზე და უნდათ რომ ადამიანი მთვარიდან უკვე შორს წავიდეს, მაგალითად მარსზე, მაგრამ ჩემი აზრით რაღაცას მაინც აჭარბებენ, 100% დარწმუნებული ვერ იქნები ყველაფერში. კონსპირაციული თეორიები არსებობს იმაზე, რომ თუნდაც აპოლოს მისიები ბუნკერიდან იყო გადაღებული, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ცუდ საქმეს აკეთებენ. ტექნოლოგიას ავითარებს, ახალ გზებს ხსნის და გვიჩვენებს რეალურად, რომ ადამიანს უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ჩვენ გონია. და შეიძლება დღეს ვერ ხვდებით ეს რას მოიტანს მომავალში, როგორც მაგალითად 10 წლის წინ ვერ ხვდებოდით რა იქნებოდა დღევანდელ დღეს. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც დიდი იწყება და ფაქტია, რომ მომავალი უფრო გავითარებული იქნება. ასე რომ მოდი უყუროთ ამას არა შიშით, არამედ ინტერესით. და იქნებ ერთ დღეს მთვარე ჩვეულებრივი ადგილი გახდეს ადამიანისთვის. ამით დაგემშვიდობებით, ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, რაიმე მნიშვნელოვანი თუ მოხდება კიდე, აუცილებლად გავაკეთებ მაგაზე ვიდეოს. სულ მალე დაიდება კიდე ახალი საინტერესო ვიდეო, დაელოდეთ, ზარისღილაკ გააქტიურეთ, კოცნით გეხოვით.